მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ბათუმში ვართ. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება პროევროპული აქციები. ეს უწყვეტი პროტესტია 2024 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც პრინციპში ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში თქვა, რომ ის აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს და ამის შემდეგ მოქალაქეები უწყვეტ რეჟიმში იკრიბებიან, ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, ასევე მთელ საქართველოში ისმის, მთელს ქვეყანაში ისმის შეიძლება ითქვას მოქალაქეების პროტესტის ხმა, რომ ისინი არ შეეგუებიან იმას, რომ ამ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა და ამ ქვეყანას გზა ჩაიკეტოს, ევროპისკენ მივალი გზა ჩაიკეტოს და დარჩეს საქართველოს მარტო პარტნიორების და მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ, რაც პრინციპში ნიშნავს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, თავისუფლების დაკარგვას. ამ აქციების უპირველესი მოთხოვნა სინდისის პატიმრების გათავისუფლება, თქვენ ხედავთ გამოკვლევ ბანერს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, რუსეთი ოკუპანტია, წუხელიძე უკვდავია და თქვენ უცვლელი მოთხოვნა ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართალ გარემოში. ამ მოთხოვნებით გრძელდება ეს საპროტესტო აქციები, მათ შორის დღესაც არიან მოქალაქეები შეკრებილები ბათუმში ისევ ტრადიციული შეკრების ადგილზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე დღეს მინდა მათ გავისაუბრო ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მიერ განსაკუთრებით აგვისტოს დღეებში ომის წლისთავზე გააქტიურებულ გზავნილებზე, რომელიც შეეხება რუსოფობიას, ანუ ირაკლი კობახიძის ქართული ოცნების პრემიერის შეფასებით ჩვენ არ უნდა შევახსენოთ რუსეთს, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და ის რომ რუსეთი ოკუპანტია. რას ფიქრობენ ამაზე ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები? მოდი მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ პირდაპირ ეთერში. დღეს მინდა გითხოთ რუსოფობიასთან დაკავშირებით, აი აგვისტოს ომის წლისთავზე განსაკუთრებით გააქტიურა ოცნებამ ლაპარაკი იმაზე, რომ რუსოფობიასთან გვაქვს საქმე. ირაკლი კობახიძე ოცნების პრემიერი ამბობს იმას, რომ აი რასაც იყო რუსულ გემს რომ დახვდით, ან რუს ტურისტებს რომ მიუტანეთ ბანერი, რომ რუსეთი ოკუპანტიაო. ანუ ირაკლი კობახიძე ამბობს, რუსოფობიაა ის, როცა შენ ახსენებ რუს ტურისტებს მაგალითად იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს არის ოკუპირებული ქვეყანა. რასთან გვაქვს საქმე და რას ნიშნავს ეს განცხადებები თქვენთვის? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვარო, ლეგიტიმური ირაკლი კობახიძე საკმარისად წაკითხული აქვს წიგნები და იცის, რომ ამ შემთხვევაში შეგნებლად იწუება. იწუება იმიტომ, რომ ეს არა ფობია, რომელიმე ერის მიმართ. მაგალითად, რატო არა გვაქვს ფობია ზელანდიელების მიმართ, არა გვაქვს კონგოელების მიმართ, არც ერთი ქვეყნის მიმართ არა გვაქვს. ხო, ესე იგი, საუბარია ეს რაღაცა შედეგიდან გამომდინარე ამ მდგომარეობაზე. ანუ ფობია არ არის ეს შიში, ხო? ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია და დანაშაულზე ადეკვატური. როგორ არის ეს ფობია? იმიტომ რომ რუსეთი არის დამნაშავე, როგორც სამხედრო დამნაშავე, ასევე ცივილი ქვეყნების წინაშე დამნაშავეა. ყველგან ყოველთვის ხედავთ, ეხლაც ომშია ჩართული სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ ვიცი, მათ კი უწოდებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, მაგრამ კარგად ვიცით რა მდგომარეობა ის არის. შესაბამისად, რუსეთი არის დამნაშავე ქვეყანა, არის ოკუპანტი, დღესაც ჩვენი ტერიტორიების 20% კიდევ მეტი ოკუპირებული აქვს. ყოველდღიურად ცდილობს კიდე დამატებითი კვადრატები მიიტაცოს, სოციალური ოკუპაციაც ასე ვთქვათ არ შეუჩერებია. ანუ კობახიძე და ოცნება რას ცდილობს ამ გზავნილებით? ყველა შეხედულებას არ გვაქვს საერთაშორისო. ხო, რაც შეეხება კობახიძის გამოსვლებს, მარტივი შეფასება აქვს, რომ რაც უბრძანეს, აკეთებს იმას. ხოლო ბრძანება კიდე იმაში მდგომარეობს, ალბათ ჩემი აზრია, რომ მაქსიმალურად დააბრუნოს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე, ეგრეთ წოდებულზე. რაც რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის იქნება დამბუქებელი. რუსეთთან ნებისმიერი ზავი წყალებში ამ შემთხვევაში ნიშნავს რუსეთის დიპლომატიის მოთხოვნის საბაბ და საფუძველს. ისტორიაც ამაზე მეტყველებს და არასდროს პრაქტიკულად რუკა რომ გავშალოთ და დავათვალოთ მეზობელი ქვეყნების რუსეთის ირგვლივ, თითქმის ყველა ქვეყანასთან ნაომარი აქვს საუკუნეში დამოდენილი. ჩვენთან საერთოდაც ალბათ ყველაფერი ჯერიომა, იმიტომ რომ პატარა ერი ვართ, ხშირად ვართ დაუწყო. და არათუ გიორგიევსკის ტრაქტატი, არც ერთი ხელშეკრულება, არც ერთი პირობა არ შეუსრულებია რუსეთს საქართველოსთან ისტორიულად, ხო? ერთადერთი ხელშეკრულება და ერთადერთი ძალა, რაც ესმის, არის ძალა. სამხედრო ძალა. კარგად მოვარტყა, მიკუშდება და მაშინ დახედავს ფუძვლებს. სხვა შემთხვევაში არის აგრესორი, ოკუპანტი ქვეყანა. მინდა ეს შევახსენოთ ლეგიტიმურ ირაკლი კობახიძეს. სანამ ტერიტორია არის ოკუპირებული, ყოველ სარასასურველი იქნებიან ისინი ამ ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისათვის. ამ ქვეყანას სამწუხაროდ წყალუსაც ყავდათ კოლაბორაციონისტი ხალხი, ის ადამიანების ელარჯს უწელავენ და ვიღაცემა საერთოდ პარლამენტში სკამზე დაგვისვენ ეს ოკუპანტები. მაგრამ ეს მათ მინდა უთხრა მათ და სამწუხაროდ რომ აღარაა ძველი დრო არქივებს ვეღარ წაშლიან, ისევე როგორც ხაინ დრავას და ვიღაცებს შეერჩაფარიან დანაშაულები და დღეს მორალს მიკითხავენ მათი ჭკურის და ზოგი კიდოვანშია და ზოგი კიდე საკითხეთში ამით დაუწოდო. ამიტომ ეს სასწორას აუცილებლად შემორჩება და პირდები რომ სცანა ფიზიკურად ვიარსება, აუცილებლად მათ შვილებს შევახსენებთ, რომ მიიღნა მათი სოციალური.
მადლობა თქვენი სახელი შემოგხსენეთ. გიორგი კამანდაძე, მადლობა გიორგი. მოდი გიორგი გაბაიძის მოსაზრე მოვისმინოთ ასევე. თქვენ რას ფიქრობთ გიორგი, რა არის რეალურად ირაკლი კობახიძის განცხადებების мотивация, რა განზრახვით აკეთებს ის ამას, როცა ლაპარაკობს იმაზე, რომ პრაქტიკულად რუსებს არ შევახსენოთ ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ოკუპირებული ქვეყანაა. და ამ ქვეყანაში რომ ყველა მიცის ეს, ყველას აქვს რუსეთთან ომის გამოცდილება, აგვისტოს ომი, მანამდე იყო აფხაზეთის ომი, როგორ დავკარგეთ აფხაზეთი, ხო? რამდენად შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ირჩევს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ევროპას და ერთ-ერთი мотивация რის გამოც ირჩევს ევროპას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ეს არის თავი დაიცვას რუსეთისგან, ხო? ამ ქვეყანაში რამდენად შეიძლება იყოს გამოსვლადი ის, რასაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აი აღარ გავახსენოთ რუსებს ის, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ. 2024 წლის ირაკლი კობახიძის პროცესის განცხადება, რომ ბოდიში უნდა მოგვეცადა რუსებისთვის, ამის ნელ-ნელა სისულეში მოყვანის დრო მოდის რა, რაღაცა პირდაპირ მეორე დღეს მოგეთ. ანუ ამზადებენ რაღაც ნიადაგს ამისთვის. საზოგადოების შემზადება მიდის ახლა რაღაცეებით ის რომ თვითონ ჩვენ დავიწყეთ ის რომ ისეთი არც ისეთი დამნაშავეა. კი, ანუ ჯერ მეუბნებიან იმას რომ კი ახლა კარგი არ იყო რომ დაგვგონბა, მაგრამ არც ისეთი დამნაშავეა რომ რაღაცეები ვერ ვაპატიოთ და ნელ-ნელა რაღაცა იქამდეც მივლენ რომ ჩვენ დავიწყეთ ოსეთთან ომი და აბა რა უნდა ექნათ რა, აბა იზოლებული იყვნენ რომ თავს დაგვსხმოდნენ და მაგის მერე მოგვიწევს იმ ბოდიშების მოხდა სავარაუდოდ მათი გაგები ტერიტორიების აღიარება და ეს მაშინ როცა ხუთ ქვეყანას აქვს ხო ეს რეგიონები ქვეყნებად აღიარებული და ამ ხუთიდან ერთმა უკან გაიტანა თავისი აღიარება ერთი ვენესუელა ახლა რომ ნორმალური მთავრობა საერთოდ რომ მთავრობა გყავდეს მithumetes ნორმალური და სწორად რომ იმუშაოს ვენესუელასაც რა ვიცი ძალიან მარტივად გაატანიებენ უკან და ყველაზე კარგი დრო ახლა არის რომ მაქსიმალურად შევამციროთ მინიმუმამდე ქვეყნების რაოდენობა რომლებიც ამ რეგიონებს ქვეყნებად აღიარებენ მაგრამ ამ ხალხის ხელში ვარ ჯერჯერობით გზალა უჭირავთ მაგრამ აი რა შეიძლება მოხდეს? თქვენ რას უშევთ? რა უშევთ იმას რომ შეიძლება კობახიძემ და ოცნების მთავრობამ აღიაროს აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა? ესე ვერ აღიარებენ, მაგრამ რაღაც ვერდიდან რაღაც დამხმარე რაღაც კანონებს ან ისეთ რაღაცებს მიიღებენ, რაც ნელ-ნელა ადამიანებს შეაგდოს. ეს ახლა ერთ და ორ დღეში და 2 წელში არ გაკეთდება. ამას დრო სჭირდება რომ აქამდე მივიდოთ და თუ რუსეთი მოძლიერდება და აქ საქართველოში მოძლიერდება და საქართველოს შედეგს დადოს, შედეგის ბიზნეს უნდა რომ დადოს, კი ბოლოს აქამდე აუცილებლად მიაქვს. უბრალოდ რუსეთი მასე ვერ მოძლიერდება რა. მადლობა. დიდი მადლობა. ეს გიორგი გაბაიძე იყო, თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ისევ ტრადიციულად იმართება საპროტესტო აქციები, პროევროპული აქციები ყოველდღიურ რეჟიმში. და მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში მოდიან ამ საპროტესტო აქციაზე საღამოს 8 საათიდან. ინვალიდია მეორე ჯგუფის ხედავთ გამოკვლევ ბანერებს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს რუსეთი ოკუპანტია და ნებისმიერ ამინდში ნებისმიერ დღეს ნებისმიერ საღამოს აქ იკრიბებიან მოქალაქეები ამ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. მოქალაქეების პოზიცია არის შეუვალო, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას, მაშინ როცა ამ ქვეყანას ყავს სინდისის პარტნიორები და პოლიტიკური ტყვეები, ეს ბრძოლა არ უნდა შეჩერდეს. მოდი ციალა ქათამიძეს გავესაუბრები ასევე, ციალა საღამოშიდების მინდა გაგესაუბრო აქტივისტი და სამოქალაქო წინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ციალა რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით, როცა კობახიძე გველაპარაკება რუსოფობიაზე, რატომ გააქტიურეს მათ ეს გზავნილები, განსაკუთრებით აგვისტოს ომის წლის თავზე და გვეუბნებიან რომ პრაქტიკულად რატომ მიხვდით რუსულ გემთან, რა გინდოდათ, რატომ დახვდით პროტესტად რუსულ გემს, ასევე რატომ მივიდნენ აქტივისტები თქვა პლაჟზე რუს ტურისტებთან, გზავნილებით რომ რუსეთი ოკუპანტია. ანუ გვეუბნება პრაქტიკულად რუსების მთავრობა ღიად რომ არ უნდა შევახსენოთ რუსეთს, რომ ეს არის ოკუპანტი ქვეყანა და საქართველოს არის ოკუპირებული ქვეყანა. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? მაგ განცხადების შემდეგ რამოდენიმე დღის შემდეგ დღეს მედვედევის და პუტინის განცხადებების იყო ზუსტად იგივე შეშფოთების გამომხატველი რუსოფობიასთან დაკავშირებით მათ უკრაინელებზე ისაუბრეს
რომ ფობია როგორც ვთქვი, ეს შედეგა ფაქტობრივად message box-ი ჯერ წილად ერგო გახმოვანება ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრემიერს, რომ თურმე რუსოფობია ყოფილა პრობლემა შემთხვევაში, ანუ თან ამაში იგულისხმება არა ვთქვათ ერის ან კულტურის მიმართ სიძულვილი, არამედ ის რომ თქვა რუსეთი როგორც სახელმწიფო არის ოკუპანტი. ესეც კი ითვლება რეალურად, რომ გადავხედოთ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქართული ოცნების რიტორიკას იმას, რასაც საზოგადოებას ეუბნება, ძალიან მკვეთრად არის დიდი ნახტომი იმასთან მიმართებაში, რომ ჯერ კიდევ უკრაინის ომის დაწყებისას ამ ქვეყანაში გაცხადებლად და ღიად ვერავინ საუბრობდა იმაზე, თუ როგორი კარგი სახელმწიფოა რუსეთი, ან რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი და ისინი ქართველების მეგობრები, ერთმანეთები არიან. ჩუმად შეიძლება საზოგადოების რაღაცა პატარ-პატარა ჯგუფები არსებობდნენ, რომლებიც ამაზე საუბრობდნენ, თუმცა ღიად ამ ქვეყანაში გაცხადებული იყო ამ ქვეყნის პროევროპული კურსი და ჩვენი კუთვნილება ევროპულ ცივილიზაციასთან და ის რომ რუსეთი არა მხოლოდ თანამედროვე რეალობაში, არამედ ისტორიულადაც იყო ძალიან ცუდი როლის მატარებელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მთავარი გამანადგურებელი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის. თუმცა რამოდენიმე წლის თავზე უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, ამას გირდავს ქართული ოცნება უკვე, ეუბნება ქართულ საზოგადოებას და სამწუხაროდ დუმილიც ამ საკითხთან მიმართებაში თანხმობის ნიშანია. რა საფრთხეს ხედავთ და გაშელება იყო შემდეგი ნაბიჯი, რისთვის გვამზადებს ქართული ოცნება? ქართული ოცნება არის ძალა, ხელისუფლებაში მყოფი ძალა ამ ეტაპზე ამ ქვეყანაში, რომელსაც აქვს მიზანმიმართული სურვილი გაცხადებული უკვე ღიად, რომ ებრძოლოს ამ ქვეყანაში ნებისმიერს, რაც ისტორიულ მეხსიერებასთან არის კავშირში, ამ ერის რუსეთისგან ცალკე განვითარებასთან, სახელმწიფოებრიობასთან შესაბამისად და ძალიან წარმატებით ახორციელებს მის ამ მიზანს. სამწუხაროდ ძალიან სევდიანი ამაზე საუბარი, თუმცა ალბათ შესაძლებელია ძალიან რთულია წინასწარმეტყველება ან ლოგიკური ანალიზი რაიმე ტიპის ქართული ოცნების სამომავლო ნაბიჯების კონკრეტულ შემთხვევაში და ზოგადადაც, თუმცა შესაძლოა შემდეგი ნაბიჯი იყოს გარკვეული ტიპის სადამსჯელო კანონმდებლობის შემუშავება იმის თქმასთან მიმართებაში, რომ რუსეთი ოკუპანტია. იმის ფონზე, რომ წლების წინ რუსული მუსიკის გაჟღერება აკრძალული იყო კანონმდებლობის ამ ქვეყანაში. მე მგონი არ შეცვლა ეს კანონმდებლობა, უბრალოდ ახლა შეიძლება საწინააღმდეგო კანონმდებლობა მივიღოთ, რომელიც იმის თქმას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ამ შემთხვევაში და რაც აი ამ ბანერზე არის გამოსახული, შესაძლოა სამომავლოდ ამის თქმაც გახდეს დააშჩადი ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ახსოვს 2008 წლის ომი. ხომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი იყოს ასე უწოდებს ეს 20, 50, 100 წლის წინანდელი ან გიორგიევსკის დარგთან მიმართებაში რაღაცა ტიპის ეგეთი მოსაზრებები, როდესაც ისტორიკოსება შეიძლება იდაონ სარგებლიანობაზე ან რა ვიცი ერეკლე მეფე ალბათ დღეს რომ თანამედროვე იყოს ჩვენი, ისიც კი იტყოდა იმას, რაც არის რეალობა და ფაქტი, რომ გიორგის ტრაქტატის შემდგომ რთულად განვითარდა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი და შემდეგ აღარ მინდა ამ დისკუსში შესვლა. ძალიან ყველა პატრიოტანი, პროფესიონალი, საკუთარი თავის თავმოყვარე, პატივისმცემელი ისტორიკოსი ამაზე ჩემზე უკეთ ისაუბრებს. მათ უნდათ რომ ყველაფერი ეს გაქრეს მეხსიერებიდან, თუმცა
რა ვიცი 21 საუკუნეა ეპოქა რომელშიც არ არის ამ შემთხვევაში რაღაცა ჩანაწერებით არ გადაეცემა ისტორია აისახება ბოლო გვაქვს ვიდეო რომელიც ასახავს გიორგი ანტიფელიძის გმირობას ამ ქვეყანაში და ის ამ ქვეყანაში ჩვენი თანამედროვე ადამიანი იყო ის არ არის რაღაცა წინა ისტორიიდან მითიური პერსონაჟი რომელმაც ანუ შეუძლებელია მისთვის მიღწევა თქვენ ამას ასე ფიქრობთ რაც შეიძლება კონდეს დასახული პერსპექტივაში წარმოუდგენელია ამ ქვეყნის ისტორიის ცვლილება თუმცა ჟამიანობის ხანა უდგას ამ ქვეყანაში ხოციანობის როგორც შეგვიძლია დავარქვათ ჟარგონის გამოყენებით და შემდეგ აკადემიურად ძალიან რთული დრო უდგას ქვეყანას ბევრი ობიექტური სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე ქართული ოცნება მაქსიმალურად ახორციელებს ყველა მის მოკლევადიან თუ გრძელვადიან მიზანს ამ ქვეყანაში რომლის მთავარი ვიდრე ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით სათანადოდ ანუ მოქალაქეები და საზოგადოება ალბათ ყველა მოქალაქემ რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და რა ვიცი ქვეყანაში ცხოვრობს ან ემიგრანტია მოუწევს თქვას ეთანხმება თუ არა იმ რეალობას რომელ რეალობასაც ქართული ოცნება ამ ქვეყანას თავს ახლავს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს იქნება ხვალხმზეგ მიუხედავად შიშის და მიუხედავად ნიჰილიზმისა თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე უნდა ვთქვათ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ყველა იმ გაცხადებულ პოზიციაზე თუ საქმიანობაზე რასაც ქართული ოცნება ახორციელებს რომ რა ვიცი ნელ-ნელა ყველა ის ყველაფერს თავი დავანებოთ მთავარი ფავორიტი ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული თუ კულუარებში არსებული ფავორიტი ირაკლი ყარიბაშვილი საუბრობს მისი ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რაც მეცინება ხოლმე როცა საუბრობენ იმაზე რომ აი ჩვენს უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს ჰქონდა გაზიარებული ღარიბაშვილთან დაკავშირებული ამბავი და კომენტარად ჰქონდა ის გაკეთებული რომ იცით ამაზე საუბრობთ თქვენ ამბობთ რომ ეს შეთანხმებული თამაშია და ამას საუბრობთ გახარიაზეც სალომეზე ზურაბიშვილზეც და ამბობთ რომ არ ყოფილა ანუ ძალიან სასაცილოა ჩემი აზრით ამ კუთხით პოზიციონირება იმიტომ რომ ნებისმიერი კუთხით დანახული ირაკლი ყარიბაშვილთან დაკავშირებული ამბავი ისე როგორც თორნიკე გერგელაძესთან დაკავშირებული ამბავი კარგს და სასიკეთოს ქართული ოცნების ბუნებაზე თუ მის ანატომიაზე არაფერს არ იძლევა თუ სიმართლეს ამბობს ბატონი ყარიბაშვილი ეს არის ქართული ოცნების პრობლემა თუ იწუება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაშინ და აღიხსნან რატომ იწუება და რატომ იყო მათყუ არა ადამიანი მთელი წლების განმავლობაში ორჯერ პრემიერი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში, იმიტომ რომ რა ვიცი, ნებისმიერი კუთხიდან თვალმართვის გარჩევის შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და კარგად ასახავს ყველაფერი რეალურად. ირაკლი ყარიბაშვილის ამ ეპისტოლეებმა კარგად აჩვენა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და ადასტურა, რომელზეც საუბრობ წლებია ამ ქვეყანაში არსებულ რეპრესიებთან მიმართებაში და რა ვიცი, ამორალურ თუ უსამართლო კანონს მიღმა არსებულ ქმედებებზე, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მის მოწინააღმდეგეებს თუ რა ვიცი, კრიტიკული აზრის მქონეებს ებრძვის. დიდი მადლობა, ეს ციალა ქართამიძე იყო, აქტივისტი, წინააღმდეგობის წევრი. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში და ჩვენ ვისმენთ დიდ ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეების მოსაზრებებს ბოლო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსოფობიაზე, ეგრეთ წოდებულ რუსოფობიაზე, რაც ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, რომ ის პრაქტიკულად გვეუბნება იმას, რომ საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს, რუსებს არ უნდა ვუთხრათ ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ის, რომ საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ეს უკვე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gi და net-gazeti.gi რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.